2025 წელი თანამედროვე განათლების აკადემიისთვის გამორჩეული მიღწევებით დასრულდა. მერვე A კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში ტვინების ბრძოლა საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვეს. გუნდური აზროვნება, სტრატეგია და ცოდნა ამ კომპონენტებით ჩვენმა მოსწავლეებმა ასობით გუნდსაჯობეს და წელი ჩემპიონების სტატუსით დაასრულეს. თანამედროვე განათლების აკადემიის ღირსეულად წარმოჩენისთვის სკოლის ხელმძღვანელობისგან მათ ყოველთვიური პრემია დაენიშნათ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები დააჯილდოვეს კონკურსის ორგანიზატორებმაც. მოსწავლეები ტვინების ბრძოლის ზამთრის ბანაკში სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ. მე და ჩემ გუნდელებმა თანაბარი შევიტანეთ ამ გამარჯვებაში და ყველას ამგვიხარა და სკოლასაც დაგვასაშუქრა და მადლობა სკოლას და ჩვენს მასწავლებლებს და ჩვენს მშობლებს. ძალიან კარგი შეგრძნებაა ზოგადად დრო იცი რომ შენ საუკეთესო ხარ. ძალიან საამაყო, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 3000-ზე მეტ გუნდიდან შენი გუნდი რო იგებს და ძალიან საამაყოა სკოლისთვისაც, ჩვენთვისაც, მშობლებისთვისაც და ჩვენს მასწავლებლისთვისაც და მადლობა ყველას. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ მრავალ წარმატებას შორის, რომელმაც 2025 წელი თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიაში განსაკუთრებულ წლად აქცია. აკადემიის მე-7 კლასის მოსწავლე ელისაბედ რამიშვილი ინგლისური ენის ოლიმპიადის ლინგოსთარის გამარჯვებული გახდა. 1200-ზე მეტ მონაწილეს შორის ლიზამ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა შეძლო და დუბაის ბანაკის 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ოლიმპიადაზე აკადემიის სახელით ასევე წარმატებით იასპარეზეს სხვა მოსწავლეებმაც, რომლებმაც საუკეთესო მონაწილეების სტატუსი დაიმსახურეს. მეგონა რომ უბრალოდ ჩემ ცოდნას დავტესტავდი და უბრალოდ მეცოდინებოდა ჩემი დონე, მაგრამ მე გავიმარჯვე და გავიმგზავრე დუბაიში. წარმატებამდე სულ ყოველთვის უნდა გაიარო ძნელი საფეხურები, მაგრამ ბოლოში სულ ყოველთვის გაგიხარდება და გესიამოვნება რომ ეს ძნელი საფეხურები გაიარე და აქამდე მოხვედი. 2025 წლის გაზაფხულზე აკადემიის მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მასშტაბური წარმატება მოიპოვეს. მე-10 კლასელების გუნდმა ინოვაციური სამეწარმეო კონკურსის Diamond Challenge-ის ქართულ ფინალში გაიმარჯვა და საქართველოს სახელით ამერიკაში, დელავერის უნივერსიტეტში მსოფლიო ფინალზე წარსდგა. აღსანიშნავია, რომ აკადემიის სხვადასხვა გუნდმა Diamond Challenge-ის ქართულ კონკურსში გამარჯვება 3-ჯერ მოიპოვა. გავედით, უკვე მივხვდით, რომ საკმაოდ სერიოზული იყო კონკურენცია, გუნდები იყვნენ ძალიან მაგრები. ჩვენი სკოლიდანაც იყო რამოდენიმე გუნდი, ძალიან კარგი პრეზენტაციები ჰქონდათ, კარგი იდეები, უკვე პროტოტიპებიც ჰქონდათ ზად და არ იყო ესეთ დაწუნებულები არ ვიყავით, რომ მოვიგებდით. იდეის მოფიქრება საკმაოდ რთული იყო, უნდა მოგვეფიქრებინა ისეთი რაღაცა, რაც იყო ძალიან მასშტაბური, ამას უნდა მოეგო მთლიანი რეგიონული შეჯიბრი. რაღაც პატარა დეტალები არის, რაც სხვა აპლიკაციებსაც აქვს, მაგრამ ჩვენს იმდენი ფუნქცია აქვს და იმდენად დახვეწილი არის, რომ ბევრად უკეთესი არის ჩვენს ისე მოწინააღმდეგე აპლიკაციებთან შედარებით. 12 საუკეთესო გუნდს გაუწიეს კონკურენცია აკადემიის მოსწავლეებმა Steam Challenge Georgia-ს ოლიმპიადაზე და საქართველოს მასშტაბით დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს. მომავლის ხუთეულმა რთულ პრაქტიკულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე განათლების აკადემიაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას პრიორიტეტული ადგილი ეთმობა. ეს იყო ძირითადად STEM საგნებზე ფოკუსირებული ოლიმპიადა, სადაც ჯგუფური მუშაობა იყო საჭირო და ერთად, ყველა ბავშვი იყო სხვადასხვა საგნებში გამოცდილი. ზოგი გეოგრაფია უფრო იცოდა ზოგმა მათემატიკა, ფიზიკა და ყველა თან სხვადასხვა ასაკის ვიყავით და ყველამ თავიანთი გამოიყენა შესაძლებლობები და ნიჭი, რომ ერთად რაღაც შეგვექმნა მართლა პროდუქტი, რომლითაც, რა ვიცი, ჟიურს მოაწონებდით თავს. პროდუქტი მართლა დავდეთ, ჟიურსაც მოეწონა, იმიტომ რომ ისეთი მეთოდი ჰქონდა გამოყენებული, რაც სხვებს არ უცდიათ. გასული წელი გამორჩეული იყო ინდივიდუალური მიღწევებითაც. ერთ-ერთი მოსწავლეა ვიკა თუშიშვილი, რომელმაც Kings-ის 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე წარმატებით იასპარეზა და ინგლისურ ენაში პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა. ხშირად დავდივარ ხოლმე მე Kings-ზე და ჩემი ბოლო გამარჯვება იყო, როცა ინგლისურის პირველი ხარისხის დიპლომა ავიღე. ინგლისური ძალიან ძნელი არ არის. პრიზებისთვის გავდივარ ხოლმე, მაგრამ შეიძლება რამე უნივერსიტეტში მინდა რამე დამეხმაროს.
სეას წარმატება განსაკუთრებით თვალსაჩინოა კურსდამთავრებულების შედეგებით. აკადემიის 2024-25 სასწავლო წლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. მათგან ერთმა ნატალია რუხაძემ 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და სწავლას საფრანგეთში აგრძელებს. მიხეილ კოპაძე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ჯამში 2025 წლის 12 კურსდამთავრებულიდან სასწავლო გრანტი 7-მა მათგანმა მოიპოვა. 2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა აკადემიის პედაგოგებისთვისაც. ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კუკვინია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი და ევროპული განათლების ასოციაციის რჩეული გახდა. მას სრულად დაუფინანსდა ევროკავშირის Erasmus Plus-ის გაცვლითი პროგრამა პოლონეთში. ის ფაქტი, რომ მოხდე 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც მასწავლებლობით მასწავლებელი იღებს მონაწილეობას, კიდე სხვა ხიბლი არის, კიდე სხვა მომენტი არის, როდესაც უკვე შეგრძნება იმისა, რომ შენი ნამუშევარი, შენი ამდენწლიანი მოვაწეობა რეალურად ამაოდ არ არის და ფუჭად არ ჩაულია, ასე ვთქვათ. ამიტომ რეალურად მადლობელი ვარ სკოლის ადმინისტრაციის და თვითონ ბავშვების, რომ მათ შეაჩერეს არჩევანი ჩემზე. ინტელექტუალური გამარჯვებები, საერთაშორისო აღიარება და მოსწავლეთა მუდმივი წინსვლა. სწორედ ამ შედეგებმა დაამკვიდრა აკადემია როგორც ხარისხზე განვითარებასა და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე. ამ დიდ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჩვენს მასწავლებლებს მიუძღვით. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ 10 წლის განმავლობაში აკადემია არაერთი თაობისთვის ცოდნისა და შესაძლებლობების მთავარ დასაყრდენად იქცა. ჩვენ მომავალს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ხვდებით და გვწამს, რომ 2026 წელი აკადემიის თითოეული წევრისთვის ახალი აღმოჩენებისა და საერთო გამარჯვებების გაგრძელება იქნება.